2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდა საინვესტიციო ბანკ ალდენ დაგარდის მიმოხილვის თანახმად საანგარიშო პერიოდში ქალაქში 4059 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.8%-ით მეტია. ანგარიშის მიხედვით მეორად ბაზარზე გაყიდვები 10%-ით, ხოლო პირველად ბაზარზე 21.1%-ით გაიზარდა. ამასთან დეველოპერების გამოკითხვების შედეგები აჩვენებს, რომ პირველად ბაზარზე გაყიდვები რეალურ დროში თითქმის 71%-იან ზრდას აჩვენებდა, რაც დაგვიანებულ ტრანზაქციებს და დაგვიანებულ რეალიზაციებს უკავშირდება, ერთიანად ხდება ხშირ შემთხვევაში ამ ყოველფრის ასახვა საჯარო რეესტრში. ფასების მხრივ 2026 წლის მარტში პირველად ბაზარზე მზაბინების საშუალო ღირებულება კვადრატულ მეტრზე 1893 ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წლიურად დაახლოებით 9%-იან ზრდას ნიშნავდა. მეორად ბაზარზე ახალ პროექტებში კი საშუალო ფასი 1479 დოლარამდე გაიზარდა. მიუხედავად მოთხოვნის ზრდისა, ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მატულობს, რაც ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკებს ზრდის. მათი შეფასებით მიმდინარე მასშტაბურმა მშენებლობებმა და ქირის შემოსავლების შემცირებამ შესაძლოა მომავალში ფასების ზრდის ტემპზე ზეწოლა მოახდინოს. ამავე პერიოდში ბათუმში საშუალო დღიური ქირა 7.3%-იან შემცირებას აჩვენებდა, თუმცა ქირის შემოსავლიანობამ 7.1% შეადგინა, რაც რეგიონში კვლავ ერთ-ერთ მაღალ მაჩვენებლად რჩება. რაც შეეხება მყიდველების კატეგორიას, უძრავი ქონების გაყიდვები მოქალაქეების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა. საქართველოზე მყიდველთა 37% მოდის, მეორე ადგილზე ევროპის ქვეყნების მოქალაქეები არიან 18%-ით, რომელსაც 16%-ით ისრაელი მოყვება. უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი ამ რეგიონების ქვეყნების მოქალაქეების წილმა ბათუმში შესყიდულ ბინებში დროის საანგარიშო პერიოდში 13% შეადგინა. თურქეთი, მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებზე გაყიდვების 10% მოდიოდა, არაბული ქვეყნებიდან კი ამ სეგმენტს ბაზრის დაახლოებით 3% უჭირავს. სხვა ქვეყნებზე დანარჩენი სახელმწიფოების მოქალაქეებზე ჯამურად გაყიდვების მხოლოდ 4% ნაწილდება. მონაცემები ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სისტემური დეველოპერების გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება, რომელიც 30-ზე მეტ მშენებარე პროექტსა და პირველადი ბაზრის დაახლოებით 40%-ში ადგენს.